მოგესალმებით, მე გახლავართ თამთამი კანაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ გეგმის მიხედვით 2016 წელს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც შეეხება მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. იგი ამოქმედდა 2019 წლის 1 წელს შევიდა. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა და შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი ეხება როგორც დახზე განთავსებულ სურსათს, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მათ შორის რესტორნებს, კაფე-ბარებს, კვების ობიექტს და აგრეთვე მათთვის მიწოდებულ სურსათსაც. სურსათის შესახებ ინფორმაცია არის ფართო მცნება და ეტიკეტისგან განსხვავებით, იგი უფრო ყველაფერს მოიცავს რეკლამას, ვერბალურ კომუნიკაციას, ბუკლეტებს, ლიფლეტებს, ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც სურსათის შესახებ მიეწოდება მომხმარებელს, ეს არის სურსათის შესახებ ინფორმაცია, რომელიც რეგულირდება აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით. აქ არის ჩამონათვალის იმ სავალდებულო ინფორმაციის, რომელიც ეტიკეტზე უნდა იყოს განთავსებული მომხმარებლისათვის. ეს არის სურსათის დასახელება, ინგრედიენტების ჩამონათვალი, ალერგენები, გამოყენებული ინგრედიენტის რაოდენობა, სურსათის საერთო სუფთა წონა, ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები, ბიზნეს ოპერატორის დასახელება და მისამართი, სურსათის წარმოშობის ქვეყანა, გამოყენების ინსტრუქცია, თუ ეს ინსტრუქცია საჭირო არ მიეთითოს, სპირტის ფაქტიური კონცენტრაცია, სასმელებისათვის ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ და დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი. სავალდებულო ინფორმაცია განთავსებული უნდა იქნეს ან შეფუთვაზე, ან უნდა იყოს მიმაგრებული ეტიკეტზე. იგი უნდა იყოს მკაფიო, გარკვევით უნდა იყოს დაწერილი, შრიფტი უნდა იყოს შესაბამისი, რომ აღქმა მისი იყოს შესაძლებელი, შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა, არ უნდა იყოს გადაფარული სრულად და ნაწილობრივ ნებისმიერი წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით, რომელიც შეუძლებელს გახდით ამ ინფორმაციის აღქმას. შესაძლებელია აღნიშნული ესეთი სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა პიქტოგრამების ან სიმბოლოების სახით. ოღონდ დაცული უნდა იყოს ის პირობა, რომ უზრუნველყოფილი იქნება ინფორმირებულობის იგივე ხარისხი, რაც გამოსახულია სიტყვებით ან ციფრებით. ეს სავალდებულო ინფორმაცია აუცილებელია, რომ ქართულ ენაზე იყოს წარმოდგენილი და გარდა ქართულისა შესაძლებელია მონაცემების წარდგენა რამოდენიმე ენაზე. 80 კვადრატული სანტიმეტრზე მეტი ან ტოლი შეფუთვისას, როდესაც სურსათის შეფუთვის ზედაპირი არის 80 კვადრატული სანტიმეტრი, ინფორმაცია, ესე იგი, ამ შემთხვევაში შრიფტის ზომა, ნუსხური პატარა ასოს ზომა, ეს პატარა ასო არის I-A-O, ესეთი მსგავსი ასოები, და იყოს არანაკლებ 1,2 მილიმეტრი, რომ ადვილად წაიკითხოს მომხმარებელმა. თუ შეფუთვა არის 25 კვადრატული სანტიმეტრიდან 80 კვადრატულ სანტიმეტრამდე, მაშინ ეს პატარა ზომები, პატარა ასოები შეიძლება იყოს 0,9 მილიმეტრი, მაგრამ არანაკლებ აი ამ ზომისა უნდა იყოს. ესე იგი, 25 კვადრატულ სანტიმეტრზე ნაკლები თუ არის შეფუთვა, ისევ ის ზომა უნდა იყოს განთავსებული სავალდებულო ინფორმაცია, ესე ამ ზომებში უნდა იყოს, ოღონდ კვებითი ღირებულების შესახებ არ არის სავალდებულო, რომ ინფორმაცია იყოს წარდგენილი. თუ უფრო პატარაა შეფუთვა და 10 სანტიმეტრ კვადრატულზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში ზომა ისევ ასოების უნდა იყოს არანაკლებ 0,9 მილიმეტრი, მაგრამ სავალდებულოა მხოლოდ ეს ინფორმაცია, რაც არის აქ ჩამოთვლილი, სურსათის დასახელება, ალერგენის თუ შეიცავს ამ შემთხვევაში ალერგენის დასახელება, ვარგისიანობის ვადა და ნეტოს მითითება. ინგრედიენტების ჩამონათვალი ამ შემთხვევაში, როდესაც არ არის ეტიკეტზე განთავსებული, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიეწოდოს მომხმარებელს. სურსათის დასახელებაზე გადავედით. სურსათის დასახელება უნდა იყოს ადვილად
აღსაქმელი მომხმარებლისთვის და დასახელებას იმ შემთხვევაში თუ ვერ ხდება ადვილად გარკვევა რა სახეობის სურსათთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში აღწერილობით ინფორმაცია უნდა დაერთოს, რომელიც განთავსებული იქნება უშუალოდ დასახელებასთან ახლოს. მაგალითად, კარტოფილის ხინკალი. ხინკალი საერთოდ როგორც ვიცით არის ხორცის და თუ ის მზადდება არა ხორცისგან და არამედ კარტოფილისგან, სოკოსგან, ამ შემთხვევაში აუცილებლად კარტოფილის უნდა მიეცითოს ეტიკეტზე. თუ წარმოებულ ქვეყანაში სურსათის დასახელება, მისი წარმოების და მეთოდის და შედგენილობის მიხედვით განსხვავებულია და მონაცემები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს სურსათის შესახებ სწორი ინფორმაცია, დაუშვებელია სურსათის ამ დასახელების გამოყენება, რომელთაც იგი იმ ქვეყანაში იწარმოება. მაგალითად, პარმეზანი არის იტალიური ყველის სახეობა და ბევრისთვის საქართველოში არ არის ცნობილი, რომ ეს არის ყველი. ამ შემთხვევაში ქართულ ეტიკეტზე აუცილებელია მიეთითოს ყველი პარმეზანი, რომ მომხმარებელს ჰქონდეს სრული ინფორმაცია რა სახეობის სურსათთან აქვს საქმე. სურსათის დასახელება არ უნდა იქნეს შეცვლილი შემდეგი სახელწოდებები: ინტელექტუალური საკუთრების, რომელიც დაცულია როგორც ინტელექტუალური საკუთრება და სავაჭრო ნიშანი. არ უნდა დავარქვათ წარმოსახვეთი სახელი აგრეთვე სურსათს, მაგალითად ტურისტის საუზმე. ტურისტის საუზმე არაფერი ინფორმაციას არ გვაქვს რა სახის სურსათია. უნდა მიეთითოს სალათია, თქვათ ბუტერბროდია, რაიმე ტკბილეულია, დესერტია თუ რა არის. ინგრედიენტების ჩამონათვალი უნდა განთავსდეს ეტიკეტზე სიტყვა ინგრედიენტების შემდეგ და ესე იგი თანმიმდევრობა უნდა იყოს დაცული და წონის კლებადობის მიხედვით უნდა იყოს წარმოდგენილი ინგრედიენტები. რაც უფრო მეტია, დიდი რაოდენობით არის, მაშინ პირველ რიგში ის უნდა იყოს ინგრედიენტების ჩამონათვალში წარმოდგენილი. ინგრედიენტების რაოდენობის მითითება იმ შემთხვევაშია სავალდებულო, როდესაც მოცემულია იგი სურსათის დასახელებაში, ან მომხმარებლისთვის მათი დასახელება გაიგივებულია სურსათის დასახელებასთან. ან თუ იგი ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, მაგალითად ამ შემთხვევაში არის ხორცის სოსისი, ღორის ხორცის სოსისი და ინგრედიენტების ჩამონათვალში პირველივე წერია ღორის ხორცი 55%. ეს პროცენტული რაოდენობა აუცილებლად უნდა მიეთითოს, თუ 50%-ზე მეტს შეადგენს აი სურსათში ინგრედიენტი. მეორე შემთხვევაში არის ესე იგი ეტიკეტზე მკაფიოდ გამოყოფილი ან სიტყვით წერია და ნახატით ან გრაფიკული გამოსახულებით აი ამის რაოდენობაც უნდა მიეთითოს, მაგალითად ამ შემთხვევაში არის მაიონეზში ზეთისხილი დახატული, ზეთისხილი რა რაოდენობით ამ მაიონეზში წარმოდგენილი, ის უნდა მიეთითოს. შემდეგ შემთხვევაში გვაქვს მარციპანის ტკბილეული შოკოლადი, აქ ამ შემთხვევაში მარციპანის რაოდენობა ინგრედიენტებში უნდა მიეთითოს. გადავიდეთ ალერგენებზე, აუცილებელია რა რაოდენობითაც არ უნდა იყოს ალერგენი სურსათში, აუცილებელი და სავალდებულოა მისი ეტიკეტზე განთავსება. აგრეთვე გარკვევით უნდა იყოს მინიშნება იმაზე რა სახის ალერგენს შეიცავს, მაგალითად შეიცავს მიწის თხელს, გარკვევით უნდა ეწეროს და ეს ტექსტი რომ შეიცავს მიწის თხელს უნდა იყოს გამოყოფილი ან ფერით, ან გამოქვებული, ან სხვა შრიფტით, რომ ადვილად აღსაქმელი იყოს, აი განსხვავება ამ შემთხვევაში ეტიკეტზე არის მოცემული ინგრედიენტების ჩამონათვალში გამოქვებული სიტყვები, რომელიც არის ალერგენი. თუ ინგრედიენტების ჩამონათვალი არ არის ეტიკეტზე, ანუ მცირე არის შეფუთვა სურსათის, ამ შემთხვევაში სიტყვა შეიცავს უნდა იყოს და შემდეგ უნდა დავწეროთ იმ პროდუქტის დასახელება, რომელიც არის ალერგენი. ალერგენების შესახებ მონაცემების მითითება არ არის სავალდებულო, თუ სურსათის დასახელება თვითონ მიუთითებს მის შემცველობაზე, მაგალითად ნამცხვარი ნუშით თუ დასახელებაში წერია, ალერგენები ცალკე არ უნდა გამოყვოთ, იმიტომ რომ თავიდანვე ვიცით, რომ ნამცხვარს ნუშით ყიდულობთ. აქ არის ჩამოთვლილი ალერგენები, რომელიც აუცილებელია, რომ გამოქვებული და გამოყოფილი სახით მიეთითოს სურსათზე. ალერგენები აუცილებელია მიეთითოთ დაუფასებელ სურსათზეც, იქვე ახლოს, სადაც ეს სურსათი იყიდება, ნებისმიერი ფორმით უნდა მიეწოდოს მომხმარებელს ალერგენების შესახებ ინფორმაცია. ყიდვისას უნდა ჰქონდეს ეს ინფორმაცია. საკვები დანამატები და საკვები ფერმენტები უნდა იქნეს კატეგორიით მითითებული, თუ შესაძლებელია საერთაშორისო ნომენკლატურით, მაგალითად E100 ამ შემთხვევაში კურკუმინთან დაკავშირებით, უნდა მიეთითოს ნომერიც. თუ ინგრედიენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ კატეგორიას, მითითებული უნდა იქნეს ის კატეგორია, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს სურსათში ინგრედიენტების
ინგრედიენტის ძირითად ფუნქციას, ანუ კურკუმინი საგემოვნო თვისებებიც აქვს, მაგრამ ის არის სახებავი და უნდა მიეთითოს. სურსათის სუფთა წონა. ესე იგი, სუფთა წონა უნდა მიეთითოს მოცულობით ერთეულებში, თხევადი პროდუქტების შემთხვევაში, მასის ერთეულებში, სხვა პროდუქტების შემთხვევაში. ახლა ვარგისიანობის ვადა. ვარგისიანობის მინიმალური ვადა, ესე იგი, თარიღს წინ უნდა უსწრდეს შემდეგი სიტყვები უმჯობესია გამოყენებული იქნეს ამ და ამ თარიღამდე. თუ თარიღი მოიცავს კონკრეტულ დღეს და ეს დღე უნდა იქნეს მითითებული. თარიღი უნდა მოიცავდეს რიცხვს, თვეს და წელს, ამავე თანმიმდევრობით და არაკოდირებული ფორმით. ვარგისიანობის მინიმალური ვადა უნდა იქნეს შემდეგი სახით წარმოდგენილი. სურსათს, რომელიც არ შეიძლება შენახული იქნეს 3 თვეზე მეტი ვადით, საკმარისია მიღებული იქნეს მხოლოდ რიცხვი და მითითებული იქნეს მხოლოდ რიცხვი და თვე. წელი არ არის აუცილებელი, თუ სურსათი ინახება 3 თვეზე მეტი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 18 თვის განმავლობაში, საკმარისია მითითებული იქნეს მხოლოდ თვე და წელი. თუ სურსათი ინახება 18 თვეზე მეტი ვადით, საკმარისია მითითებული იქნეს მხოლოდ წელი. განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათისთვის სავალდებულოა მითითებული იქნეს ასევე საათიც. ესე იგი, ვარგისიანობის ვადა სხვანაირად მიეთითება მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მალფუჭებად სურსათზე, რომელმაც ხანმოკლე პერიოდში შეიძლება წარმოქმნეს ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. ამ შემთხვევაში მიეთითება გამოიყენება ამ თარიღამდე ვადით მიეთითება. ამ თარიღის გასვლის შემდეგ სურსათი მავნედ მიიჩნევა სურსათის ცხოველსაკობის უვნებლობის ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად და იგი არ უნდა იქნეს საკობად მიღებული. შენახვის და გამოყენების პირობები აუცილებელია, რომ სურსათს მიათითოს, თუ მისი გამოყენებისთვის საჭიროა განსაკუთრებული პირობები, ანუ მაგალითად სამაცივრო პირობები. ეს პირობები უნდა იქნეს რა პირობებში უნდა შევინახოთ. მაგალითად, პროდუქტი შეფუთვის გახსნამდე შეინახეთ 0-დან 25 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე და შესაბამისი ტენიანობის პირობებში. აქ არის ორი მაგალითი მოგცემული. მაგალითად, შეინახეთ მაცივარში, ან და გახსნიდან რა პერიოდში შეიძლება შევინახოთ. ეს აუცილებლად თუ განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს, უნდა იქნეს მითითებული სურსათი. სურსათის გამოყენების ინსტრუქციაც სავალდებულოა მიეთითოს, თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება. თუ იგი შემდგომ გადამუშავებას ან სითბურ დამუშავებას არ ითხოვს, ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ იგი მუშაობას ითხოვს შესაბამის ტემპერატურაზე და შესაბამისი დროის განმავლობაში, ეს როგორც აქ არის მაგალითი უნდა მიეთითოს ეტიკეტზე. წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობილების ადგილის მითითება სავალდებულოა ხორცის პროდუქტებისთვის, აქ ჩამოთვლილია ყველა სახეობის ხორცი, ესე იგი, როგორც ახალი გაცივებული, გაყინული ღორის ხორცი, ცხრის, თხრის, ფრინველის, სხვადასხვა სახეობის ხორცი, აგრეთვე სხვადასხვა სახეობის წვრილი დიაფრაგმა, წვრილი დიაფრაგმა, როგორც გაყინული ახალი გაცივებული, ყველას უნდა მიეთითოს წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი. ახლა კვებით ღირებულებაზე გადავედით, ეს არის ინფორმაცია აუცილებლად განსათავსებელი ეტიკეტზე. ენერგეტიკული ღირებულება უნდა მიეთითოს როგორც კილოჯოულებში, აგრეთვე კილოკალორიებში. მათ შორის ცხიმოვანი მჟავები უნდა მიეთითოს, ნახშირწყლები, მათ შორის შაქრები უნდა მიეთითოს, ცილა და მარილი. სავალდებულოა ამ ინფორმაციის მითითება, თუ არ არის ძალიან პატარა შეფუთვა. შეფუთვაზე ვისაუბრეთ. აღნიშნული უნდა განხორციელდეს მასის ერთეულებით აუცილებლად. კვებით ღირებულება 100 გრამის სურსათისთვის ან 100 მილილიტრის სურსათისთვის უნდა მიეთითოს. თუ ეს ინფორმაცია პროცენტებში არის გამოსახული, ამ შემთხვევაში, როგორც წითელი ისრით არის ნაჩვენები, აუცილებელია მიეთითოს ადამიანისათვის რეკომენდირებული, ესე იგი, ენერგეტიკული ღირებულება. მაგალითად, აქ ამ შემთხვევაში 8400 კილოჯოული ან 2000 კილოკალორია. ეს ორივე უნდა მიეთითოს, რა არის რეკომენდირებული ზრდასრული ადამიანისთვის. აქ არის წარმოდგენილი სადღეღამისო გამოყენების რეკომენდირებული ნორმები ენერგეტიკული ღირებულების და საკვები ნივთიერებებისათვის. ეს რეკომენდირებული ნორმები განსაზღვრულია ტექნიკურ რეგლამენტში და რაც უფრო ნაკლები აქვს ჩამოთვლილი საკვები ნივთიერებების და ენერგეტიკული ღირებულებების რაოდენობა სურსათში,
უფრო ჯანმრთელია ეს სურსათი. ანუ ცხიმის საერთო რაოდენობა რაც უფრო ნაკლებია, ნაჭრიცხემოვანი მჟავები 20 გრამზე ნაკლები თუ არის და ასე შემდეგ ეს ყველა ჩამოთვლილი სურსათი, საკვები ნივთიერება, ნუტრიენტი და ჩავთვალოთ, რომ უფრო ჯანმრთელია თუ ამ მინიშნებულ რაოდენობაზე ნაკლები, უფრო ჯანმრთელია სურსათი. განსაკუთრებული მოთხოვნებია ძეხვის გარსის აღნიშვნის მიმართ, თუ ეს გარსი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვებად. აუცილებლად უნდა მიეთითოს. სავარაუდოა აგრეთვე დამზადების თარიღის ან პარტიის ნომრის მითითება. დამზადების თარიღი ეს არის თარიღი, როდესაც სურსათმა საბოლოო სახე მიიღო, ხოლო პარტია ეს არის ერთი სახეობის და დასახელების სურსათის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე ბიზნეს ოპერატორის მიერ ერთი და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთნაირი ეტიკეტით. საყრაპავები აქ ჩამოთვლილი აუცილებლად უნდა მიეთითოს როგორც დასახელებით, ასევე ნომრით, ეს მითითებით, ესე იგი საყრაპავების დასახელება ან ნომერი შეიძლება მიეთითოს, მაგრამ აუცილებელია აი წითლად წარმოდგენილი ტექსტი მიეთითოს, შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებიანობასა და აქტიურობაზე. ესე იგი ეს ჩანაწერი აუცილებლად უნდა მიეთითოს. გარდა იმ სურსათისა, როდესაც ეს საყრაპავები გამოყენებულია ნიშანდებისთვის, მაგალითად ხორცზე ბეჭედისთვის და კვერცხის ნაჭრს და დადების თარიღის მითითებისას. თუ ამ საყრაპავებია გამოყენებული, არ არის აუცილებელი, რომ მიეთითოს უარყოფითად შესაძლებელია იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებიანობას და აქტიურობაზე ეს ჩანაწერი. იმიტომ რომ ეს ნაჭუჭი და ეს ნიშნდება არ არის ინგრედიენტი ამ სურსათში. სასმელების შემთხვევაში თუ გამოყენებულია ეს აღნიშნული საყრაპავები, თუ სასმელი 1,2%-ს აღემატება სპირტშემცველობა ამ სასმელში, ეს ბავშვები, საერთოდ ბავშვები ასეთ სასმელს არ მიიღებენ და ამიტომ არც არის სავარაუდო ამ წინადადების მითითება. ეს კი ეს მოთხოვნა არის სხვა ტექნიკური რეგლამენტით რეგულირებული საქართველოს მთავრობის 590 დადგენილებით საკვებ დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის არის განსაზღვრული აღნიშნული. ახლა აი ამ წესების რაზე ჩვენ ვისაუბრეთ და ეს წესი უფრო ბევრ მოიცავს, რა თქმა უნდა, ჩვენ მოკლედ შევეხეთ ძირითად ასპექტებს. ამის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ბიზნეს ოპერატორის 200 ლარის ოდენობით თუ არის მცირე ბიზნესი. თუ წელიწადში ბრუნვა არ აღემატება 200,000 ლარს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნეს ოპერატორი და 200 ლარით ჯარიმდება, ყველა სხვა ბიზნეს ოპერატორი ჯარიმდება 400 ლარით, ხოლო განმეორებით ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედება ჩადენილი ჯარიმდება 600 ლარის ოდენობით. გარდა ჯარიმისა, სურსათი ექვემდებარება ბაზარზე განთავსების აღკვეთას და თუ უკვე განთავსებულია სურსათი ბაზარზე, უნდა ამოღებული იქნას ქსელებიდან. მფარველებმა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაარეკეთ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე, რომელიც არის 15 ხოლო სურსათის ბიზნეს ოპერატორებმა კონსულტაციის მისაღებად მოგვართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ქალაქ თბილისის მარშალ-გენერალი ქუჩა ნომერი 6 და მოგწერეთ იმეილზე info@nfa.gov.gr ჩვენ ყველა წერილს პასუხს და გარდა ამისა, ყველა რეგიონში გვაქვს ჩვენი წარმომადგენლობა და ჩვენი რეგიონული ოფისებშიც კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მოვმართოთ. მადლობა ყურადღებისთვის.